როგორც ჩანს, შეერთებული შტატების შრომის ბაზარი სრული ძალით მუშაობს. ნოემბერში მოსალოდნელთან შედარებით 100,000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. Bankrate.com-ის წარმომადგენელი მარკ ჰენრიკი ამბობს, რომ დასაქმების ზრდა ყველა სექტორში ძლიერი იყო. ზრდა ქონდა ბიზნეს და პროფესიულ მომსახურებაში, ჯანდაცვაში, მშენებლობაში, წარმოებაში. ყველაზე კარგი ის არის, რომ ხელფასებმა, რომლებიც წლების განმავლობაში არ იცვლებოდა, ოდნავ გაზრდა დაიწყო. ხელფასები იზრდება, ადამიანები მეტ საათებს მუშაობენ და ვხედავთ, რომ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს. პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ ამ წელს ამერიკის ეკონომიკამ 2,6 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. 90-იანი წლების ბოლოდან ეს სამუშაო ადგილების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო 57 წლის განმავლობაში უწყვეტად ჩვენმა ბიზნესებმა 10,9 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნეს. ეს კერძო სექტორის მიერ სამუშაო ადგილების შექმნის ისტორიაში ყველაზე გრძელი პერიოდია. თუმცა უმუშევრობის დონე უცვლელად 5,8%-ზე დარჩა. ეს სავარაუდოდ იმიტომ მოხდა, რომ მეტმა ამერიკელმა განაახლეს სამუშაოს ზებნა. ჯიმ ბლეიკი, დიპლომირებული ბუღალტრების ამერიკული ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ჯგუფის საბოლოო მიმოხილვის მიხედვით ბიზნესები გასაფართოებლად მზად არიან. ფიქრობ, რომ მენეჯერები ბიზნესების გაზრდას ელიან. ბიზნესის გასაზრდელად ისინი მინიმალურ შტატს ინარჩუნებდნენ და საკუთარ თანამშრომლებს მაქსიმალურად ტვირთავდნენ. ახლა ისინი ამ გარემოებაში უკვე კომფორტულად გრძნობენ თავს და სურვილი აქვთ შტატი შეავსონ. სალღესასწავლო ვაჭრობის სეზონზე სამუშაო ადგილების ნოემბრის მაჩვენებლები საცალო მოვაჭრეებისთვის კარგი ნიშანია. გასულ თვეში საცალო ვაჭრობის ბიზნესებმა 50,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. ეს ამერიკაში ეკონომიკური განწყობის ამაღლების დაწყების კიდევ ერთი ნიშანია. გია მელიქიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.